გაშლა გოგოებისთვის, მეგობრებო, გოგოებისთვის გაშლა, მზიანი გოგოებისთვის გაშლა, თბილი გოგოებისთვის გაშლა, ქალებისთვის გაშლა, მამაკაცებს არ ეხება. მოდით ნახოთ ვინ მოვიდა ჩვენთან დღეს. მაგიხართ მეგობრებო, თქვენ თვითონ ქმნით თქვენს ბედს, თქვენს ცხოვრებას, თქვენს ხელთა ყველაფერი უზარმაზარი ენერგეტიკის მატარებელი ხართ. შეიძლება პრაქტიკოსი, შეიძლება მატარებელი, შეიძლება პრაქტიკაში ხართ, მაგიხართ ერთი სიტყვით. მაცდუნებელი ქალბატონი, ძალიან ძლიერი, ესეთი ნამდვილი ქალი, თბილი, ცეცხლოვანი ენერგიების. მოდით ნახოთ მამაკაცი ვინ არის ჩვენთან. მეფე წყლის, დონ ჟუანი, მაცდუნებელი, რომელიც თამაშობს ქალების გრძნობებით, ნერვებით და მერე ტოვებს. ასეთი მამაკაცია. ტოვებს ქალებს. ეს თქვენი ყოფილია როგორც ჩანს. ყოფილი მოვიდა, ვისი ყოფილიც არის, არ ვიცი ვისი გაშლაც იქნება, ის მოვიდა. თქვენ ძალიან ბევრი წრემლი ღვარეთ ამ ადამიანის გამო. ეს ბიჭიკო, ეს კაცი. შეიძლება მხოლოდ დედა ყავდეს მას ხოთა შორის, ვიღაცასთან ეზონირდება ასეც. დედა იყო ოჯახის უფროსი, ან დედა, ან მამა არის მეორე ხარისხოვან როლში, ან ასრულებდა ამ როლს, ან საერთოდ არ ასრულებდა, მოკლედ რაღაცა არ მომწონს ეს ადამიანი, თქვენი ყოფილი. ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ დროს ატარებს თავის გარეგნობას, უთმობს სარკესთან ატარებს დიდ დროს, ძალიან უყვარს საკუთარი თავი, გარეგნობა მისთვის საერთოდ მთავარი იარაღია ამ ადამიანისთვის. გარეგნობა, მე ასეთი, ისეთი, მე ასეთი, მოკლედ რაღაცა ზღაპრები უყვარს ამ პიროვნებას, მაგრად. შთამბეჭდავების მოხდენა უყვარს ქალებზე. მოდით ნახოთ რა ხდება. სამკუთხედში იყავით მასთან, სამი პირი, სამი ადამიანი, საერთოდ მესამე პირები იყო თქვენ შორის, ან არიან. შესაძლოა აქ კონტაქტი ცოტა ხნით შეწყვეტილია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რასაც ახლა აქ ვიტყვი, ყველაფერი თქვენ შორის სავარაუდოდ უკვე ხდება ან მოხდა. გმირობას თამაშობს ადამიანი. აქ ძალიან დიდი წარმოდგენაა მეგობრებო საკუთარ თავზე ამ პიროვნებას. ალექსანდრე გამარჯვებული, მაგრამ არაფერი მაგდაგვარი აქ არ არის. ეს რაღაცა ილუზიებშია მამაკაცი, აბსოლუტურად ილუზიებშია. ნახოთ რა ხდება თქვენ შორის. ორივე არის ძალიან კრიზისულ არკანში. აქ დამოკიდებულება აქ ქალს მასზე. ქალმა შეიძლება მიატოვა, მაგრამ ბევრი რჩებით კიდე ამ დამოკიდებულებაში ამ ადამიანთან დაკავშირებით. და თქვენ მზრუნველობას ყურადღებას ელოდებოდით მისგან, მაგრამ მაგდაგვარი ვერაფერი ვერ მიიღეთ, როგორც ჩანს. სტაბილურობა ვერ მიიღეთ ამ ადამიანთან, ელოდებოდით ვერ მიიღეთ მისგან. შესაძლოა ხელის თხოვნას, სტაბილურობა, შესაძლოა საერთოდ მესამე პირთან განშორებას ელოდებოდით მისი მხრიდან და ვერ დაშორდა ადამიანი. არც დაშორდება, მინდა გითხრათ 80%-ში მასე იქნება. დღემდე გრძნობები გაქვთ ამ ადამიანის მიმართ. რას ფიქრობს ნახოთ? საერთოდ ბევრი ფიქრობს თქვენზე როგორ იცით, როგორ პოზიციაში, ქურუმ ქალში ხართ მისთვის, თუ მესამე პირი თავისთავად, ან აი ესეთი მიმზიდველობის ენერგიებით სარგებლობსო, ან შეიძლება რაღაცა გამიკეთაო, ამიტომ ვფიქრობ მასზე ასე ხდებით. და შეიძლება აი მილიონი ვარიანტია აქ. საერთოდ ადამიანი ფიქრობს, რომ როგორ მიზიდავს თურმე, როგორ მინდა მასთან, როგორ მენატრება, რატომ მენატრება ასე ძალიან ხდებით, ან რაღაცა აქ არარეალურად ენატრებით თქვენ მას. ძალიან მაგრად არკანი ძალიან ძლიერი მონატრების ენერგია მოდის, ისეთი, იმიტომ თქვენ არის მზრუნველი, თქვენ არის ყურადღებიანი ადამიანი, მას არ ყოლია. არასოდეს საერთოდ 100 წელი არავის არ ჭირდება ეს ადამიანი ცხოვრებაში, ისე როგორც გჭირდებოდა თქვენ.
ერთი სიტყვით, არ ვიცი რამდენად სწორად ხსნი, რასაც ხედავ. მაგრამ თქვენ მისთვის იყავით მონათესავე სული, ნახოთ რა მოხდა. აქ სხვაქალი დგას ძვირფასებო, იმპერატრიცა დგას, იმპერატორი, სამკუთხედია ძალიან, ან ფინანსურად სტაბილური, ან ცოლი, ან ორსულად, ან ასევე ქალი, რომელსაც ძალიან უყვარს, რომელიც მისთვის იბრძვის, ან დედა, რომელმაც არ მოგიშვათ ახლოს, შესაძლოა, არ ვიცი, მაგრამ მიზეზი აქ მესამე პირია, განშორების ბევრთან ოჯახი საერთოდ და ბევრთან ის რომ ოჯახისთვის და შვილებისთვის და ორსულობისთვის ეს მამაკაცი საერთოდ მზად არ იყო, ხვდებით? ეს არის ბედის ბორბალმა თქვენ დაგშალათ, რატომ დაგშალათ, ნახოთ. არ მოქმედებდა, მოქმედება არ იყო, როცა შეეძლო. უზანაესმა ძალამ დაგშალათ, დაგაშორათ, შეიძლება იყოს ასევე ჩარევების გამოც, გაითვალისწინეთ, ჩარევითაც შეიძლება იყოს, მაგრამ ერთი რამე გახსოვდეთ. შენი შენგან არასოდეს არ წავა. აი სულ რომ კეთდებოდეს მაგიაზე, ხო? აბსოლუტურად რომ კეთდებოდეს ყოველდღიურად, ვადა აქ 6 თვე. მე ისევ უკრიცლება ფერი არა. მე ისე ნულდება ყველაფერი და ბრუნდება ადამიანი. თუ შენია ადამიანი, რა თქმა უნდა, თუ არ არის შენი, მან რაც არ უნდა გაკეთდეს, ვარიანტი არ არის, ვერ დაიბრუნება. ამიტომ აქ ან ვიღაცა ერეოდა და ეს ადამიანი აზრზე მოვა და დაბრუნდება ყოფილიც რომ იყოს მაგალითად, ხო? ან სამყარომ დაგშალათ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ფანტასტიკური, ძალიან ბედნიერი, ძალიან ძლიერი, ძალიან კეთილი ხართ და საქმიანი და საერთოდ ხართ ლიდერი და რა თქმა უნდა ძალიან ლამაზი ქალები, გემოვნებიანი ქალები, გემოვნებით მიყურებენ, საქმიანები და თქვენთან არის ენერგია, სხვათა შორის ცეცხლის ენერგია. მაგიური ენერგიები, თქვენ სიტყვას ძალა აქ ისეთი იტყვი და всё სრულდება ასე რომ შანსები ქონდა თქვენთან, მაგრამ ამ შანსები ეს შანსები არ აიღო მან, ან უბრალოდ შანსები გაანულა თვითონ სამყარომ. ხვდებით? იმიტომ რომ აფერისტი მათყუ არა იყო მეზღაპრე. და არაფერს არ გაძლევდა და როგორც აქ ჩანს, ძალიან ნელი ნაბიჯით მოქმედებდა. ან საერთოდ არ მოქმედებდა, ან წელავდა დროს და წლები გაქვთ ბევრს დაკარგული მასზე. მაგრამ გენატრებად მოგწონთ, გიყვართ ბევრს და ასევე ანალოგიურად მასაც თქვენ მას ენატრებით. ძალიან, ნუ გონიათ რომ ძალიან ბედნიერია, არ არის ბედნიერი ადამიანი, აქ ყველაფერი დასრულდა მე, დავკარგე ეს ქალი ომიჩვენებს და საერთოდ ყველაფერი განადგურდა. არა და როგორ მიყვარსო. ერთი სიტყვით რაღაცა არაადეკვატურია მე მგონი მეგობრებო, თან უყვარხარ, თან ენატრებით და თან ხელიდან გაგიშვათ. წარმატებები ძვირფასებო.